პოლიტმეტრი დაბრუნდა ეთერში ნინო ბურჯანაძეა ხაზზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საღამოშიდობის ახალბატონ ნინო მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში ჩემი პირველი შეკითხვა ხელისუფლება გასულ შაბათ-კვირას თქვენი აზრით მოიქცა როგორც პასუხისმგებლობით ახსავსე როდესაც მოერიდა მიტინგთან პირდაპირ შეჯახებას და შემდეგ მოაგვარა იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ნახეთ მათთან ურთიერთობა თუ როგორც უპასუხისმგებლო იმ მოტივების გათვალისწინებით რასაც ვთქვათ ქვია იმ ფაქტების გათვალისწინებით უпростоრად რასაც ქვია ბათუმის ცენტრის ვთქვათ დარბევა მომიტინგეთა მხრიდან და ვთქვათ იმ ვანდალური ფაქტების ხელის შეშლა რომ ვერ მოხერხდა ეს თემა. ნინო, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მე ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას, რომ ვესაუბრო ჩვენს ტელემაყურებელს თქვენი გადაცემის და თქვენი ტელეეთერის მეშვეობით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩემთვის პრაქტიკულად თითქმის ყველა სახელისუფლებო და ტელევიზია და პლუს რუსთავი 2 დაკეტილია. ჩვენ საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს რაიმე ტიპის კომენტარით გავიდეთ მოსახლეობამდე ან რუსთავი 2-ის, ან იმედის, ან GDS-ის, ან პირველი არხის ეთერით, გვიჭირს მაესტროზეც. ასე რომ ნამდვილად ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას. ხა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე ამ კითხვას აუცილებლად დაუბრუნდები. სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე ვინ არის თქვენი პირველი სტუმარი, არც კი მომსვლია თავში აზრად საერთოდ მის რამე განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატივია ახლა ნიკა რურუასთვის, რომ ნინო ბურჯანაძე მასზე ილაპარაკოს, მაგრამ ნუ რაც მოვისმინე, ვიდრე ესე თქვა ჩართვას ველოდი, გადააჭარბა ამან ყოველგვარ მოლოდინს ნიკა რურუას მხრიდანაც კი ასეთ უსირცხვილობას და უტიფრობას ნამდვილად არ ველოდი. არ დაგიმალავთ ცოტა თქვენგანაც გამიკვირდა ზედმეტი სირბილე, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ნინო როგორი ასე ვთქვათ აქტიური იყავით თქვენ როცა მე კამათებოდით ან კითხვებს მისვამდით 7 ნოემბერთან ან 26 მაისთან დაკავშირებით, ხანდახან ასე ვთქვათ მე მეჩვენებოდა რომ ესე ვთქვათ ზედმეტად აქტიურიც, თუმცა ეს შეიძლება მე მეჩვენებოდა რომ სუბიექტური ვარ, დღეს რაღაც ძალიან მშვიდად ვსწრება საყვედურები რესპონდენტებისგან, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მაინც მაყურებელზე ვმუშაობთ კაბოტონ ნინო, ვფიქრობ რომ შესაძლებელია საყვედურად არ მიიღოთ ეს, უბრალოდ ეს არ არის პრობლემა, კი ბატონო, ეს არ არის საყვედური, ეს არის ჩემი განცდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ ძალიან კონსტრუქციული იყო თქვენი საუბარი ნიკა რურუასთან და მე მისკენ მომიწოდებთ ესე იგი. არ გამოდიოდა ხოლმე ჩვენი საუბარი. ხა რაც შეეხება განცხადებებს ამ ქვეყანაში ნინო ყველაფერი აბსოლუტურად თავდაყირა რომ დგას. ეს იქედანაც ჩანს რომ ჩვენი წინა რესპონდენტის გამოსვლით გამოდის რომ ნინო ბურჯანაძეა ქვეყნის მტერი მოღალატე და დამაქცევარი და ნიკა რურუა ყოფილა თურმე საქართველოს ჯარისკაცი. მსგავსი შეურაცხყოფა მართლა საქართველოს ჯარისკაცებისთვის მე ძნელად წარმომიდგენია ძალიან, მაგრამ ამაზე ალბათ გასცემენ პასუხს ისინი, ვინც მართლა თვლიან თავს საქართველოს ჯარისკაცებად. უბრალოდ მინდა რამდენიმე ფაქტობრივი დეტალი უთხრა ჩვენს ტელემაყურებლებს, რომელთანაც მე ხშირად არ ამაქვს ხოლმე, როგორც მოგახსენეთ საშუალება სამწუხაროდ და იმედია არ გამიბრაზდებით და თქვენ ეთერს არ დახურავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ხშირად არ ამაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ ადამიანებს ვესაუბრო, უბრალოდ უსინდისო ტყუილები იყო ნიკა რურუას მხრიდან გახმოვანებული. აღარ დამთავრდა საუბარი ამ ასე ვთქვათ ფალსიფიცირებულ ეგრეთ წოდებულ გრუზე და თუ გრუ შემოყავდა მართლა და თუ რაიმე სიმართლის მარცვალი არსებობდა ვითომ და იმ ჩანაწერში, მაშინ ნიკა რურუა და მისი ხელისუფლება ვალდებულნი იყვნენ დღეს რომ ლაპარაკობს რურუა ხელისუფლების მიერ პრევენციაზე, სანამ მიტინგის დაშლამდე მივიდოდა საქმე, მაშინ მანამდე უნდა დავეპატიმრებიე მე და ჩემი ესე ვთქვათ თანაორგანიზატორები ამ მიტინგის, რომ რაღაცა მართლა გრუს შემოსვლამდე არ მისულიყო საქმე, რამდენად აბსურდია წარმოიდგინე, ხა ხელისუფლება მიცოდა რომ მე გრუ შემომყავდა და არაფერი არ გააკეთა, დაელოდა ვიდრე გრუ მოვიდოდა აქამდე და ვერ მოაგნებდა გრუს რაზმები რუსთაველს თუ როგორ არის საქმე. მაგრამ იცით რაშია ნინო საქმე, აღარაფერს ვლაპარაკობ, ხა ვითომ იმაზე რომ გავიქეცით, მე არ ვაპირებ თავის მართლებას, იმიტომ რომ არც ერთ მომიტინგეს ეგარ უთქვამს ხელისუფლების უზნეო წარმომადგენლების გარდა, იმიტომ რომ ყველა მომიტინგემ თავის თვალი დაინახა, ვინ როდის გავიდა, როგორ გავიდა და ასე შემდეგ.
არაფერი არ თქმულა დაღუპულებზე, იქ ნაცემ ადამიანებზე იყო მხოლოდ ლაპარაკი და ეს უსირცხვილო ტყუილი ვითომ და მოკლულ პოლიციელთან დაკავშირებით, რომლის საქმე ამ ხელისუფლებამ არადა არ გამოიძია და სხვათა შორის ნიკარაგუა რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინდელი სამხარაულის დასკვნა ოფიციალურად ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს ესკორტს პოლიციელი არ გაუტანია. მაგრამ ეს არ არის რურუას ბრალი, ეს არის ამ ხელისუფლების უტიფრობის ბრალი და მე დღეს არ შემიძლია ეხა აღშფოთებულმა აი ამით რაც მოვისმინე კიდევ ერთხელ არ გავიშვირო ხელი ხელისუფლებისკენ და ავთქვა რომ ნამდვილად ღირსია ეს ხელისუფლება რომ რაც შეიძლება მალე მოშორდეს ამ ქვეყანას და ხალხმა ამოისუნთქოს ოღონდ არა რა თქმა უნდა ისე რომ ნაციონალებს როგორც უნდათ რომ ვითომ მობრუნება რისი შანსიც მათ არ აქვს და არც არასოდეს არ ექნებათ დიახ ეს ხელისუფლება უნდა მოშორდეს ნინო თუნდაც იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ აღარ დააყენა საშველი იმას რომ ნაციონალური მოძრაობის ის ადამიანები ვინც მართლა ყველაფერ უბედურებაში არიან გასრული მორალს არ გვიკითხავდნენ ესე მშვიდი სახით რაღაც დოინ შემოყრილი თუ გულზე ხელებ დაწყობილი 26 მაისი რომ გამოძიებულიყო 7 ნოემბერი რომ გამოძიებულიყო ეს ადამიანები ხმას ვერ ამოიღებდნენ საერთოდ და დღეს პოლიტიკური არენიდან გამქრალები იყვნენ მაგრამ არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს ის რომ 26 მაისი რომლის სისხლზეც მოვიდა თვითონ და მობრძანდა მოსუფთავებულ მოედანზე და უკვე როცა ხელისუფლებას მართლა არანაირი ძალის გამოყენების შანსი აღარ ქონდა, იმიტომ რომ 26 მაისს დახარჯა მთელი ძალის გამოყენების რესურსი, არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოძიებული იქნას პოლიციელის მკვლელობა თუნდაც, რომ ვიღაცეებმა რურუასნაირებმა ვერ წამოაძახონ ბურჯანაძეს და დემოკრატიულ მოძრაობას. ჩვენ პრინციპში დღეს 26 მაისზე ნაკლებად გეგმავდით საუბარს, მე მოგეცით თქვენ შესაძლებლობა რომ რურუას გამოხმაურებოდნენ დაკავშირებით ნინო და როდესაც 26 მაისს ახსენებენ, იცით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ეხლა როგორ არ გაუბრაზდე და როგორ არ გაუმწარდე მართლა ამ ხელისუფლებაზე. ნაციონალები გასაგებია ვინც არიან და ნაციონალებთან დაკავშირებით ჩემთვის ყველაფერი ნათელია და მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოშორებოდა მაგრამ ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობა არ გვიკითხავდეს მორალს ნაციონალური მოძრაობა როგორც ხელისუფლება ამბობს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო ის პროვოკაციაო მე არ ვიცი ეგრეა თუ არ არის მაგრამ თუ ეგრეა ნაციონალური მოძრაობა არ წავდეს ბათუმს და ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია რომელ ხელისუფლებაზე მელაპარაკებით ნინო გადავალ კი ბატონო ბათუმის მოვლენებზე ხელისუფლებაზე რომელმაც ელემენტარულად ის ვერ მოახერხა რომ დილის 5 საათამდე განცხადება გაეკეთებინათ ეთქობა ვერ გააღვიძეს ბიძინა ივანიშვილი ვინ გაბედავდა ახლა 10 საათზე დაძინებული ბიძინა ივანიშვილის გაღვიძებას და სანამ მართლა კრიტიკული არ გახდა სიტუაცია ეთქობა ვერ აიღეს უბრალოდ ნებართვა რა კომენტარი უნდა გაეკეთებინათ ისიც აი ქავადონ ნინო ჩვენ ეს ვიკითხეთ დღეს პირველ სტუმართან უკაცრავად ბატონ ძიძიგურთან მან თქვა რომ პრინციპში არ არის საჭირო რომ პრემიერი აკეთებდეს ყველაფერზე კომენტარს რომ იქ მართული მართვადი იყო სიტუაცია და მათ აქვს ასეთი განცდა რომ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან მაქსიმუმი მოდით აი თქვენ ყოფილხართ 7 ნოემბრის დროს ხელისუფლებაში როდესაც საზოგადოება დაზარალდა ყოფილხართ 26 მაისის დროს ოპოზიციაში როდესაც მომიტინგეები დაზარალდნენ აი ამ თქვათ მრავალფეროვანი გამოცდილების შედეგად რა შეგიძლიათ გითხრათ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და რა ვერ გააკეთა ყოველ შემთხვევაში 7 ნოემბერს მე დამალული არ ყოფილვარ და დილის 5 საათამდე არ ყოფილა ძებნა საჭირო ჩემი განცხადებების გაკეთების და არა მხოლოდ დამალული არ ყოფილვარ, არამედ იგივე ზვია ძიძიგურს და ყველას პირდაპირ ხვდებოდი, ველაპარაკებოდი, გამოვედი და პირისპირ მქონდა მათთან შეხვედრა. ხა იცით რა არის? მე ზვიაც პატივს ვცემ, ნაბრძოლი კაცია, ნამდვილად და ნამდვილად იმსახურებდა ზვია ძიძიგური იმას, რომ პარლამენტში ყოფილიყო და მართლაც პოლიტიკურ სპექტრში ყოფილიყო სერიოზულად წარმოდგენილი, მაგრამ სირცხვილია ხა ზვიადის მხრიდან ესეთი განცხადებების გაკეთება. წარმომიდგენია ის რომ ოპოზიციაში ყოფილიყო და როცა იყო დილის 5 საათამდე ხელისუფლება არ გამოსულიყო და კარგი თუ ცუდი, მაგრამ საერთოდ განცხადება არ გაეკეთებინა, რა რეაქცია ექნებოდა. არ შეიძლება ესე იცი ნინო, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება აქვს. ერთი რამე შემიძლია ვთქვა
ჩემთვის ხშირად იყო პრობლემა ის, რომ მე მართლა არ მქონდა ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება, პირდაპირ ესე ვთქვათ, სახელისუფლებო გუნდით დავიწყე აქტიური მუშაობა და შეიძლება ბევრი რაღაცა ვთქვათ გამომრჩენოდა, მაგრამ იმ ადამიანებთან დღეს მაგალითად ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, იმიტომ რომ აქვს უზარმაზარი გამოცდილება ხელისუფლებაში ყოფნისაც და უზარმაზარი გამოცდილება ოპოზიციაში ყოფნისაც, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება აქვთ, აღარ ეპატიებათ ესეთი ტიპის განცხადებების გაკეთება. რას ნიშნავს ყველა ფერზე არ უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი. უკაცრავად პასუხია და ვიღაცა ჰოლანდიელ ტურისტ ბლოგერს უნდა დახვდეს პრემიერ-მინისტრი, სუფრა გაუშალოს, ესკორტით დაახვედროს, ესე ვთქვათ, მანქანები და მე ეს კლიპად ატრიალონ, მე არ მინახავს დედამიწის ზურგზე არც ერთ ტურისტულ ქვეყანაში, ან არატურისტულ ქვეყანაში ესეთი ტიპის სხვა შერჩევა მოწმე ქალბატონ ნინო, ამ დილით ქონდა 6 მილიონზე მეტი ნახვა ამ ვიდეოს და ეს შესაბამისად ხელისუფლება ფიქრობს, რომ ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით არის პოზიტიური. მაგრამ ნინო, იცით რაშია საქმე? ეგ მეორე ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის, რომ პოზიტიურია ეგ კლიპი. იმიტომ რომ შენ თავს თუ წარმოიდგენ იმ ტურისტის ადგილზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თუ სადმე ჩახვალ რომელიმე ქვეყანაში და ასე დაგხვდებიან. მაგრამ თუ წარმოიდგენ შენ თავს იმ ქვეყნის მოქალაქის ადგილზე, რომლის პრემიერ-მინისტრიც ჩამოსულ ტურისტს ხვდება და ეუბნება, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ და მე სუფრას უშლის, არ ამგონია, რომ მაინდა-მაინც კარგ მდგომარეობაში ვიყოთ. მე თავს დავდებ, პაპუა ახალ გვინეაში არ იქნება გაკეთებული ასეთი კლიპი და მით უარესი ჩვენი ქვეყნისთვის. როცა ასეთ კლიპებს მოწონება აქვს და მაგას ვეღარ ვარჩევთ უკვე რა უნდა მოგვეწონოს და რა არ უნდა მოგვეწონოს. ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცა ნარცისიზმი დაგვემართა და მეტი არაფრის პირდაპირ გეუბნებით, ეს არის კლასიკური ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა კარგავს სახელმწიფოებრიობას, თქვენ თუ გინდათ რომ საქართველოს, თქვენ არა პირადად ზოგადად ვამბობ, საქართველოს ტურისტული ზონა იყოს მსოფლიოსათვის და ჩვენ რაღაცა ეგზოტიკური, ესე ვთქვათ, მოქალაქეები ვიყოთ ამ ქვეყნის, რომლის ანახავათაც ჩამოდიან. ეს ერთია, თუ გვინდა სახელმწიფო ვიყოთ, მეორეა და მეორესაც გეტყვით. ტყუილია ის 6 მილიონი ტურისტი, იმიტომ რომ 6 მილიონი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში წლის განმავლობაში, ნინო, მაშინ საქართველოში ფეხის დასადგმელი ადგილი არ იქნება და თუ ხელისუფლება ტურისტებად არ ჩათვლის იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად წითელხიდზე გადადიან დღეში ორჯერ ხანდახან, აქედან და იქედან და ისინიც ტურისტებად არიან მითვლილი, დარწმუნებთ, რომ 6 მილიონიანი ციფრი ნამდვილად არ იქნება. ეს სხვა თემებია. დიახ, აი მოდით გავცდეთ ამ თემას და მაინც მინდა ვიკითხო, ეს იყო თავშეკავებული ქმედება, რომელმაც შესაბამისად რაღაცნაირად ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში უპრეცედენტოდ მშვიდობიანად და ადამიანების დაზიანების გარეშე დაასრულა თქვათ აქცია, თუ ეს მაინც იყო უნიათოებს რომ ეძახიან ამ ხელისუფლებას, თქვათ ოპოზიციის წარმომადგენლები, ამის პირდაპირი გამოხატულება. როგორ ფიქრობთ თქვენ, ხელისუფლებამ შეგნებულად აიღო პაუზა და ამით აჩვენა თქვათ პროტესტის ამ ფორმის სახე, რომელიც მათი აზრით ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირშია, თუ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს სხვაგვარი ქმედება. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? ნინო, ერთი მინდა ვთქვა, რომ მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მარტო პოლიციელები არიან დაკავებული და დაშავებული და მოქალაქეები არაო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ნებისმიერ ძალადობას ვგმობ და მართლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენი აქციის მონაწილე და ორგანიზატორი ვიყავი და მართლა ერთი მინა არ ჩატეხილა არც ერთ აქციაზე, ამის და მიუხედავად ჩვენი მოქალაქეები არიან ისინიც, ვინც თუნდაც ვანდალიზმს ჩადიოდა. შეგიძლია ის ადამიანები და უნდა დასაჯოკიდეთ თუ დაუმტკიცდებათ მათ ბრალეულობა, მაგრამ გამოაცხადო, რომ მარტო პოლიციელები არიან დაზარალებული და მოქალაქეები არა, ეს უბრალოდ ტყუილია, ეთყობა ჩვენი მინისტრი არ თვლის მოქალაქეებად იმ ადამიანებს, ვინც თუნდაც აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება და ესე ვთქვათ სამართალდარღვევა ჩაიდინა. რაც შეეხება თავად ფაქტს, მე პირდაპირ შემიძლია ნინო გითხრათ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება, როდესაც ამ ფაქტს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით წარმართავს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამაზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, რომ მართლაც ორი ესე ვთქვათ ნაწილისაგან შედგებოდა ეს აქცია. პირველი ნამდვილად იყო სპონტანური აქცია და ხელისუფლებამ პირველ რიგში ამ სპონტანურ აქციაზე უნდა გააკეთოს ძალიან სერიოზული აქცენტი, იმიტომ რომ ფაქტია და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არა მარტო აჭარაში და ბათუმში, მაგრამ განსაკუთრებით აჭარაში იყო უკმაყოფილება პატრულის მოქმედებით
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როცა პატრული დაგაჯარიმებს, თქვა თუ არასწორად დააყენე მანქანა, ამაზე უნდა გაბრაზდე. არა, აქ ლაპარაკია პატრულის ადეკვატურ ზომებზე. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენონ, მით უმეტეს რაიმე ტიპის ქსენოფობიური განცხადებებით, ხო? ხელისუფლებამ უნდა კარგად გააანალიზოს, რომ როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას და პოლიციას უპირისპირდებიან, ესე სპონტანურად, როგორც თავიდან მოხდა, თქვათ აჭარაში ეს ძალიან ბევრის მაჩვენებელია და ამაზე მე ხელისუფლების ადგილზე ნამდვილად არ დავხუჭავდი თვალს. ასევე ვიტყვი ნინო, რომ შეიძლება რა თქმა უნდა ნაციონალურმა მოძრაობამ ან ვინმე სხვამ გამოიყენა ის რაც ასე ვთქვათ სპონტანური პროტესტი გახლდათ, მაგრამ ხელისუფლებას შეეძლო რომ საქმე აქამდე არ მieყვანა და არ მieყვანა იქამდე რაც ჩვენ ნახეთ, იგივე ქვების სროლა, მანქანების დაწვა, მერე გაზის გამოყენება და ასე შემდეგ. ამისთვის აუცილებელი იყო ელემენტარული რამ, რომ ხელისუფლება დროულად გამოხმაურებოდა მართლა მშვიდობიან პროტესტს, რომელიც პირველი ნაწილი იყო და დალაპარაკებოდა ელემენტარულად იმ ადამიანებს, ვინც თავის გულის ტკივილს ამბობდა. იქ რომ გამოსულიყო ხელისუფლების წარმომადგენელი, ამ ადამიანებს შეხვედრო და ეთქვა, რომ მოდით, იცით, დავილაპარაკოთ, შევხვდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები ეხლავე. გავარკვევთ ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუარი, მე გარწმუნებთ თქვენ რომ ეს მეორე ნაწილი ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ ვერ მოახერხა ეს რომ საკუთარ ხალხს დალაპარაკებოდა, მე ვერ გადაწყვიტა რა უნდა ექნა და რა თქმა უნდა აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ის, როგორ შეიძლება თქვა, აქამდე მიიყვანო საქმე, იქ შეიძლება უკვე იმდენად გამწვავდა ნინო ვითარება, რომ შეიძლება ადამიანი დაღუპულიყო, რასაც შეიძლება მართლა შეუქცევადი შედეგი მოხდებოდა და მე მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ესეც უნდა ვთქვა იგივე 26 მაისიდან გამომდინარე, რომ სპეცრაზმა რა თქმა უნდა გამოიყენა ესე ვთქვათ შეზღუდულად თავისი ძალა და ეს რა თქმა უნდა პოზიტივია, რომ ესე ვთქვათ თავპირი არ დაამტვრიეს ამ ადამიანებს და არ დახოცეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე და არ უნდა მომხდარიყო ის, რაც ძალიან ბევრი კითხვას. ქავატონ ნინო, იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან აი ასეთი მოქმედების სტრატეგიის არჩევა, სამოქმედო სტრატეგიად ერთგვარი საიმიჯო სვლა გზავნილით, რომ აი ნახეთ ჩვენ როგორ არ გავართ მათ, ვინც ჩვენამდე იყვნენ. ეს იყო ამოცანა, როგორ ფიქრობთ თქვენ? იცით რა, მე ვერ გეტყვით, ეხლა როგორ არ უგავართ მათ, ხელისუფლება ვერ იტყვის ამას მაინცა და მაინც, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ეხლა ხელისუფლების პირველ პერიოდში და პირველ წლებში არც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა გადაჭრილებას. თუმცა აი ამ აქციის მოგერიების თვალსაზრისით ნამდვილად არ გავდნენ ობიექტურად თუ მიუყვებით თქვა ფაქტების შედარებას. ნამდვილად არ გავდნენ, მაგრამ აქ ორი რამ შეიძლება ნინო იყოს. შეიძლება ისიც იყოს, რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ აი თუ დამჭირდა ძალას გამოვიყენებ და ამიტომ აცალა და უშუალოდ მიტინგს რომ გადაზრდილიყო უკონტროლო მიტინგში. აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ხელისუფლების ქმედება. წარმოუდგენელი იყო, რომ ამდენი ხანი ხალხთან არ მისულიყავი, როცა მოლაპარაკება დაიწყე, შუა მოლაპარაკებაში გაზი გაგეშვა და ტყუიები გესროლა, როდესაც ჯერ არ იყო სიტუაცია გამწვავებული ისე, რომ მიტინგის დარბევის აუცილებლობა იყო. წარმოუდგენელი იყო მერე ამდენი ხანი მოწდა, როცა ლამის ნახევარი ბათუმი გადაწვეს. ანუ მართლა ან აბსოლუტურად უგუნურები არიან და მართლა არაფერი არ იციან. ან უბრალოდ ვერ მოახერხეს ერთმანეთთან კოორდინირება თავისი მოქმედების. ერთადერთი პლუსი, რაც აქ აი ამ მოვლენებში არის ის, რომ სპეცრაზმა ხალხი არ დახოცა და თავპირი არ დაამტრია და გამოიყენა მეტნაკლებად ადეკვატური ძალა, მაგრამ ის რომ ხელისუფლება უნაროა, ის რომ ხელისუფლება დილის 5 საათამდე ფაქტიურად გაჩუმებული იყო, ის რომ არ არსებობს რეალურად სამართალდამცავი და არ არსებობს ესე ვთქვათ არანაირი სპეცსამსახურები. ახლა ნინო მეუბნებიან დღეს მეც თქვენს და თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქცია, ეს ნაციონალური მოძრაობის გრუს აქციის არ იყოს. მე გვეუბნებიან, რომ მომზადებული იყო წინასწარ მოლოტოვის კოქტეილები, მომზადებული იყო წინასწარ ესე ვთქვათ ქვები და ასე შემდეგ. თქვენდალოცვილებო, ერთი ბეწოა ეს ქვეყანა. მით უმეტეს აჭარა. და სად იყურებოდა სპეცსამსახურები გამაგებინეთ, ახლა აჭარაში ვიღაცა მოლოტოვის კოქტეილებს აკეთებს, ვიღაცა ამხელა აქციისთვის ემზადება, ვიღაცა ქვებს აგროვებს, რომ აქციაზე მიიტანოს და სპეცსამსახურები ამას აქციაზე იგებენ? ესე იგი არ არსებობს საერთოდ არც სპეცსამსახური, არც წინასწარი პრევენცია, არც პოლიციის ორგანოები და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ჰაერში არის უბრალოდ. ქავატონ ნინო, აი აქ დამჭერ ერთი შეკითხვა, აქცია მიგაჩნიათ თუ არა წაქეზებულად, ან შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდან, როგორც ამას ვარაუდობს ხელისუფლება, ან
გარედან რომელიმე ვთქვათ ინტერესის მატარებელი მეზობლის მხრიდან. არ ვიცი ნინო, მე ხა ეს რომ ვიცოდე, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არაფრის არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში შევედით, არა მარტო ჩვენ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონიც და საერთოდ მსოფლიოც. ამიტომ სად ვისი, რომელი ესე ვთქვათ ინტერესი იკვეთება ამის ზუსტად გარკვევა თუ არა გაქვს ბოლომდე ინფორმაცია ძალიან რთულია, მაგრამ ამის იგნორირებაც არ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემის აზრით, პირველი ნაწილი აქციის იყო აბსოლუტურად სპონტანური, ხოლო მეორე ნაწილი როგორც ჩანს იყო მცდელობა რომ ეს აქცია გამოყენებული ყოფილიყო. შეიძლება იყო ესე ვთქვათ უკვე რაკიღა სპონტანური აქცია მოხდა, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ძალები მოესინჯა ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიების ჩატარება, მაგრამ ახლა ნინო, ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება? იმ ხალხმა, რომელიც ზის პროკურატურაში და რომელმაც ერთი საქმე ვერ მიიყვანეს ბოლომდე? ვერც ერთი საქმე, რომელიც პროკურატურამ დაიწყო, ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ვერც ერთ საქმეზე ბოლომდე ფრჩხილები ვერ გახსნეს და საზოგადოებას ვერ დაანახეს რეალურად რა ხდება და რეალურად რა დგას ამა თუ იმ გამოსაძიებელი საქმის უკან. ამიტომ მე არა მაქვს იმისი იმედი, რომ ჩვენ აქ გავიგებთ რეალურად რა ხდება. მაგრამ ხელისუფლებას ერთი მომენტი კი აქვს, ნინო, ის შეეცდება ყველანაირად, მით უმეტეს მალე ადგილობრივი არჩევნები მოდის, ის ყველანაირად შეეცდება, რომ კვლავ გადაიყვანოს დაპირისპირება ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის და პოლიტიკურ სივრცეში მაქსიმალურად დატოვოს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, იმიტომ რომ თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით, ნინო, რანაირი აქციაც არ უნდა ჩატარდეს, როგორიც არ უნდა იყოს ეს აქცია, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს მოთხოვნა, თუ იქ დგას ნაციონალური მოძრაობა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი არ მივა, მე და ჩემი თანაგუნდელები ნამდვილად არასოდეს არ დავდგებით ნაციონალური მოძრაობის გვერდით, რაც არ უნდა ცამდე მართალი იყოს მათი მოთხოვნა, ხო? ამიტომ ეს აწყობს ხელისუფლებას. ხელისუფლებას აწყობს, როგორც ეს აწყობდა საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ნაციონალური მოძრაობისაგან შექმნა, ესე ვთქვათ, საფრთხობელა, კი არიან საფრთხობელები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამხელა ძალა არ ქონდათ, როცა მოსახლეობას, ესე ვთქვათ, დაუწყეს დაშინება, რომ აი ჩვენ თუ არ მოგცემთ ხმას, ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაშიო, იგივე უნდა ეხა ქართულ ოცნებას რომ გააკეთოს, იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა ნინო განაცხადა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ხო? და რეალურად ეხა ძალიან ბევრი ამბობს რომ რასაც ამბობს ბიძინა ივანიშვილი აკეთებსო. დაუშვათ ეგრეა. დაუშვათ შუა გაიკრიფა. ესე იგი ვინ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა? დატოვა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა? ამისთვის ავირჩიეთ ჩვენ ქართული ოცნება და ამისთვის მივეცით ხმა ბიძინა ივანიშვილს რომ ნაციონალური მოძრაობა დაეტოვებინა, ესე ვთქვათ, პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალად. ასე წარმოუდგენიათ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და დაუშვათ გასაგებია თქვენ რჩებით თქვენ აზრზე მოკლედ რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ყვებავს ერთმანეთს და ერთმანეთისთვის სასურველი პოლიტიკური ძალები არ არის თქვენ ამბობთ არჩევნებიან ერთმანეთს ეს ორი პოლიტიკური ძალა ნინო ეხა თქვენ ძალიან გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და ძალიან კარგად ერკვევით პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ რომ ალბათ ნუ ახლა შეიძლება პირდაპირ ვერ დამეთანხმოთ, მაგრამ ვფიქრობ რომ თქვენს გექნებათ ეს მოსაზრება. ნამდვილად ეს ორი პოლიტიკური ძალა ყვებავს ერთმანეთს, ნაციონალურ მოძრაობას აწყობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და დააკვირდით როგორც ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, არის თუ არა საჭირო ბიძინა ივანიშვილს და ამ ქართულ ოცნებას მიაწებოს ესე ვთქვათ გნებავთ სხვა თემები და ბიძინა ივანიშვილს კიდევ აწყობს ნაციონალური მოძრაობა. ხა რა შეჭirdება ოპონენტად ნინო ბურჯანაძე და დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც ესე ხელწამოყრით ნამდვილად ვერ დაელაპარაკებია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ნინო ბურჯანაძეს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს. მინდა დაგემშვიდობოთ მომავალ ეთერამდე, რითიც დაგიდასტუროთ მინდა ის რომ ჩვენ არჩევთ სტუმრებს არა პერსონალური მოტივაციებით, ხედავთ იმისა რომ ეს მოტივაცია ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ შეიძლება არც არსებობდეს, არამედ თემის აქტუალობიდან გამომდინარე და ჩვენ კითხვები კიდევ არასდროს არის პერსონალური ხასიათის, ისიც მხოლოდ თემების აქტუალობას ეხება ხოლმე. ჩვენ დავასრულეთ პოლიტიკოსებთან საუბარი, თუმცა ანალიზს განვაგრძობთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ერთად. დაგვრჩა კიდევ ცოტა დრო, ვნახოთ რა შთაბეჭდილება დარჩა მას კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან გაკეთებული აი ამ